მოგესალმებით. მე ვარ ქალი, რომელსაც უნდოდა მეტი ვიდრე საოჯახო საქმეებით დაკავება. მინდოდა საზოგადოების აქტიური წევრი ყოფილიყავი. როდესაც ბატონმა ლევანმა შემომთავაზა ფორუმში მონაწილეობა, ვიფიქრე, რისი თქმა მინდოდა თქვენთვის. ბოლოს გადავწყვიტე მოვსულიყავი და ჩემი ამბების მაგალითზე მეთქვა იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ჩემს თემში მე და სხვა ქალები აწყდებიან. მე რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობას ვეკუთვნი, ქისტი ვარ. დავებადე და ვცხოვრობ თემში, რომელიც დღემდე ტრადიციებით ცხოვრობს და რომლის დაცვა თითოეული ჩვენთაგანის ღირსებად ითვლება. ჩემთვის აქ ყოფნა ადვილი არაა, მაგრამ მე აქ იმიტომ ვარ, რომ ჩემს თემში მცხოვრებ და ყველა ეროვნული უმცირესობის ქალებს შეეძლოთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. მინდა რომ ქალებს ჰქონდეთ განათლების მიღების უფლება და საშუალება ისე რომ არ განიცდიდნენ ზეწოლას საზოგადოებისგან. მინდა რომ ქალებს უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ მათ აზრს. ძალიან მინდა რომ ჩემი თემი და ახალგაზრდები ვიდგეთ ერთად, გვესმოდეს და პატივს სცემდეთ ერთმანეთს. მიუხედავად ტრადიციებისა და საზოგადოების არაჯანსაღი დამოკიდებულებისა, ჩვენ გვყავს აქტიური ქალები. მინდა რომ ბევრნი ვიყოთ. ამას ბევრი რამე უშლის ხელს. მე ახლა მოგიყვებით ჩემს ისტორიას. მე გადავწყვიტე რომ ყოფილიყავი აქტიური მოქალაქე. და მე მიყო ძალიან ბევრ ტრენინგებში მონაწილეობა. ბუნებრივია, ყველა ტრენინგი არ ტარდებოდა ჩემს სოფელში და მე მიწევდა სხვა სოფლებში, სხვა ქალაქებში, სხვა რაიონებში სიარული ამისთვის. ეს არ იყო ადვილი, იმიტომ რომ ჩემი ნათესაობის დამოკიდებულება ამ საკითხთან მიმართებაში იყო ასეთი, რომ მე როგორც ქალს და როგორც ჯერ ახალგაზრდა გოგოს და მერე ქალს არ უნდა მქონოდა ამდენი თავისუფლება, თუმცა ჩემი სურვილი და გადაწყვეტილება ბუნებრივია არ იქნებოდა ხორჩესხმული, რომ არა ჩემი ოჯახი, განსაკუთრებით მამა ჩემი, რომელიც დამიდგა გვერდში, რომელმაც ირწმუნა ჩემი. ერთხელ, როდესაც სკოლაში თანამშრომლების საუბრობდით ზოგადად ქალების პრობლემებზე ჩვენს თემში, ჩემმა თანამშრომელმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ 9 წლის განმავლობაში არ მახსოვს არც ერთი დღე სკოლაში ისე წავსულიყავი, რომ ჩემი ძმისთვის არ მეკითხა, მე მქონდა თუ არა უფლება წავსულიყავი სკოლაში და თუ ჩემი ძმა მეტყოდა არ იყო ხასიათზე და მეტყოდა რომ არ შეიძლება, მე ბრუნდებოდი და არც უნდა მეფიქრა ამაზე. როდესაც დავამთავრე უმაღლესი ვიარე ძალიან ბევრ ტრენინგებს და შესაბამისად ვისწავლე ბევრი რაღაცები, რაც მანამდე ჩემთვის უცხო იყო. როდესაც დავბრუნდი სოფელში, მივხვდი, რომ ის თემი, რაც თემშიც მე ვცხოვრობდი, საერთოდ არ იყო ის, რასაც მე მასწავლიდნენ ტრენინგებზე და მე ძალიან დიდი სურვილი და мотиваცია გამიჩნდა, რომ ჩემს თემთან ერთად მეკეთებინა ჩემი თემისთვის სასიკეთო საქმეები. და გადავწყვიტე ადგილობრივ არჩევნებში მიმოღო მონაწილეობა. არჩევნები წავაგე. არჩევნები წავაგე იმიტომ, რომ ჩემს გვერდით არ იდგნენ ჩემი ნათესავები. ბევრჯერ მიფიქრე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უმნიშვნელო სხვაობით წავაგე არჩევნები, ბევრჯერ მიფიქრე იმაზე, რომ ისინი ძალიან ჩემები, ვინც ყველა ვარიანტში მე მომცემდნენ ხმას, ისინი მაინც რომ მოსულიყვნენ, კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ არჩევნებს მოვიგებდი. ბუნებრივია, არ მოვიდნენ და წავაგე არჩევნები, მაგრამ მე ვფიქრობ, ამით არაფერი არ წამიგია პირიქით, კიდევ უფრო მეტი სტიმული მომეცა, რომ ჩემს თემში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალებისთვის მიმეცა სტიმული და ჩემის ზოგადად საზოგადოებრივი აქტივობებიც არის მიმართული იმისკენ, რომ მინდა რომ ჩემი თემის ახალგაზრდა ქალები იყვნენ აქტიურები, იყვნენ ინიციატორები და ზოგადად იყვნენ აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩემს თემში არსებობს უხუცეს კაცთა და უხუცეს ქალთა საბჭოები. როდესაც გადავწყვიტე ფორუმში მონაწილეობა, მე ვიფიქრე, აზრი მეკითხა მათთვის, მაინტერესებდა რა სიტყვოდნენ ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით. ძალიან გამიხარდა, რომ უხუცეს კაცებმაც თქვეს ესეთი რაღაცა, რომ ჩვენც გვინდა, რომ ჩვენ გვყავდეს განათლებული, აქტიური და ინიციატორი ქალები და მიხარია, რომ ასე ფიქრობენ, თუმცა რამდენად უწყობენ ისინი ხელს ქალების ესეთ თავისუფლებას და ესეთ განვითარებას, ეს ბუნებრივია ცალკე თემა. მე ძალიან ხშირად მესმის, რომ ქალებს პოლიტიკაში მონაწილეობის პრობლემები არ აქვთ და თუ მათ ეს სურთ, მათ კარები ყოველთვის ღიაა.
მაგრამ მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ქართულ ქალებს მართლაც ნაკლები პრობლემები აქვთ, ვიდრე ჩვენ ქისტებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს და საქართველოში ცხოვრებს სხვა ეროვნულ უმცირესობებს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვართ უცხოები, ჩვენც ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ, ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს ქვეყანა და ჩვენც თქვენიანები ვართ. მე ძალიან მჯერა იმის, რომ ჩვენ თანაბარი კონკურენციის პირობებში შევძლებთ ცხოვრებას. ეხლა მე გულწრფელად მოგიყავით ჩემი ისტორია და მინდა რომ გაჩვენოთ ჩემი მოსწავლეების მიერ სკოლის დავალება გაკეთებული, თუ როგორია მათი თვალით დანახული იდეალური ქალი და იფიქრეთ და მითხარით მართლა ისევ ფიქრობთ, რომ ქალების ჩართულობა ზოგადად პოლიტიკაში პრობლემებია. ყველაზე მეტად რაც გვიყვარს ქალებს შოპინგი და ბევრი სერნობა, თუმცა ამაშიც უნდა ვიყოთ შეზღუდულები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.